სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 20. ნახატზე გამოსახულია X ღერძზე მოძრავი სხეულის კოორდინატის დროზე დამოკიდებულების გრაფიკი და რომლები არის მართებული მტკიცებულებებიო, ჩვენი მიზანია ეს გამოვარკვიოთ. პირველი ეს არის T1 მომენტში X ღერძზე სხეულის აჩქარების გეგმილი დადებითი ნიშნისა არისო. აჩქარება წარმოადგენს კოორდინატის მეორე რიგის წარმოებულს და ჩაზნექილობა, ამოზნექილობა თვითონ გრაფიკის, თუ გვაქვს მოცემული კოორდინატის დროზე დამოკიდებულება, გვიჩვენებს ჩვენ აჩქარების გეგმილის ნიშანს. კერძოდ, თუ იმ შემთხვევაში თუ გრაფიკი ამოზნექილი არის ქვემოდან, ამ შემთხვევაში აჩქარება არის ამ შემთხვევაში უარყოფითი. თუ იმ შემთხვევაში თუ ჩაზნექილი არის ზემოდან, ხო? ამ შემთხვევაში აჩქარების გეგმილი არის დადებითი. შესაბამისად, აი ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, გრაფიკი არის ჩაზნექილი, ხო? ჩაზნექილი არის, უბრალოდ ამოზნექილი არის ქვემოდან, ხო? პირველი შემთხვევა გვაქვს. აი ეს შემთხვევა გვაქვს, შესაბამისად. პირველ შემთხვევაში პირიქით აჩქარების გეგმილი უარყოფითი არის. მეორე შემთხვევაში T2 მომენტში სხეულის აჩქარება ნულის ტოლი არის, ხო? სიჩქარე კი არის აქ ნულის ტოლი. თუმცა აქაც, როგორც ხედავთ, გვაქვს ჩვენ ამოზნექილობა ქვემოდან, აი ამ ფორმის არის, ამიტომ აქაც უარყოფითი არის და ნული ვერ იქნება. და რაც შეეხება მესამეს T3 მომენტში X ღერძზე სხეულის სიჩქარის გეგმილის დადებითი ნიშნისა არისო. ეხლა მოდით შევხედოთ აი ამ მომენტს, ხო? T3 მომენტში ნუ სხეულის კოორდინატი არის გარკვეული, დავარქვათ x1. დავარქვათ ესე იგი x1 არის კოორდინატი, ხოლო მცირე მონაკვეთს თუ მცირე დროის შემდეგ, ანუ უსასრულოდ რაგით მცირე თუ გადავალთ დროით შუალეს თუ განვიხილავთ, აი აქ თუ განვიხილავთ მაგალითად. აი ამის შესაბამისი იყოს დავუშვათ T4 და აი როგორც ხედავთ, აი აქ გვაქვს რაღაცა x2 დავარქვათ. ეხლა x1, ანუ T4-ის შესაბამისი არის, აქ T3 გვაქვს, T4-ის შესაბამისი არის x2. ეხლა T3-დან T4-მდე გავიდა T4-ს მინუს T3 დრო, ხო? რა დროსაც სიჩქარე კოორდინატი შეიცვალა შემდეგი სახით, საბოლოოს გამოკლებული საწყისი, ესე იგი x2-ს უნდა გამოვაკლოთ x1, კოორდინატის ცვლილება იმ დროს და რა დროში ცვლილება მოხდა კიდე ჩვენ სიჩქარეს ვეძახით, ხო? Vx იქნება. გამომდინარე იქიდან, რომ x1 მეტი არის x2-ზე, თვითონ ამათი სხვაობა გამოგვდის უარყოფითი. ნუ დრო არ შეიძლება უარყოფითი, შესაბამისად აქედან ვასწავლით, რომ Vx-ი უარყოფითია. კი ბატონო, ასეთ მიჯელობით შეგვიძლია დავასწროთ, რომ მესამეში T3 მომენტში X ღერძზე სხეულის სიჩქარის გეგმილი დადებითი ნიშნის არ არის. ნიშანი აქვს უარყოფითი, შესაბამისად პასუხი იქნება D. ნუ პრინციპში შეგვიძლია სხვანაირად ვემსჯელა, მაგალითად წავს ვიყავით ამ ამოცანაში შემდეგნაირად გავაკეთებინა, მაგალითად აი ამ წერტილში გამომდინარე იქიდან, რომ აი ამ წერტილში გავლებული მხები თუ გავალებთ ხებს, აი ამ კუთხის ტანგენსი ჩვენ გვიჩვენებს ფიზიკური შინაარსი არის ამ კუთხის ტანგენსი, რომ თვითონ ტანგენს αλფა წარმოადგენს Vx გეგმას. და აქაც ანალოგიურად, აი ამ წერტილს და აი ამ წერტილს თუ განვიხილავთ, აი ეს და ეს წერტილი, ნუ კუთხე ერთ შემთხვევაში არის. მოდით კარგად დავხაზოთ, აი აქ თუ არის ესეთი კუთხე. შემდეგ მომენტს თუ განვიხილავთ, დახრილობა კუთხის მცირდება, ხო? მცირდება. შესაბამისად, დახრილობა თუ მცირდება, გამოგვივა, რომ პირველ შემთხვევაში აი ამ წერტილში სიჩქარე არის მეტი, ვიდრე აი ამ წერტილში. შესაბამისად, ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითად აი ამ წერტილს, აი ეს იყოს რაღაც Vx1, აი ეს იყოს რაღაც Vx2 და განვიხილავთ დროით მონაკვეთს, ნუ დელტა T იქნება რაღაცა დროში მოხდა ეს ცვლილება, Vx2-ს გამოვაკლდება Vx1, Vx2 არის ნაკლები Vx1-ზე, შესაბამისად ამათი სხვაობა ანალოგიურად აქაც მოგცემს უარყოფით ნიშანს, ეს კიდევ თვითონ წარმოადგენს აჩქარებას და აჩქარება გამოგვდის უარყოფითი პირველ შემთხვევაში. ასეთი მჯელობაც შეგვიძლია გააკეთებინა. ნუ ანალოგიურად შეგვიძლია აქაც მოგცეულიყავით, აი აქაც მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე ნული არის, აჩქარება აი აქეთ თუ გადმოვალთ, ან აქეთ. იგივე მჯელობით შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ T1 მომენტში სხეულის აჩქარება ნულის ტოლი არ არის. ნუ მესამე სტანდარტული გზით გავაკეთეთ. ან შეგვიძლია ასეც გავაკეთებინა, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ როგორ მოვიქცეოდით. პასუხი ერთ და იგივე არის. ყველა შემთხვევაში.